სხეული ხდება იარაღი. ამ იარაღს თუ ვერ აღიქვავ, ეს სხეული იარაღიც ვერ გახდება. მე მახსოვს სულ ესენი მქონდა რაღაცა ასისხლიანებული რაღაცა. ასისხლიანებული? საბრძოლო ხელოვნება მოიცავს ჯგუფსაც. ეს არის ტკივილის შიში, დამარცხების შიში, უცხო, უცნობი რაღაცის შიში. გამარჯობა უნდა უთხრა პირველი. ჩახედო თვალებში, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი. და მიიღო ის როგორც არის. აბსოლუტურად სხვა შეგრძნება გამოდიხარ ამზე. ადამიანს ხედავ და გრძნობ, რომ ამ ადამიანს უნდა შენი განადგურება. მე მგონია, რომ ადამიანი არის კაცებელი. თვალებით წინ გვაქვს. თუმცა ეს არ ნიშნავს აგრესიას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დომინანტი ხარ და ყველაფერი გეკუთვნის. რა მოხდება თუ კაცებური ბუნება იქნება გამოვლენილი, ისე რომ მისი წვრთნა არ მოხდება? ძალიან საშიშია. ეხლა მეომარ სოციალურ ვამბობ არ ნიშნავს ხმალ ამოღებულ ადამიანს, რომელიც დარბის და ვიღაცებს ურტყავს რა. მეომარი ნიშნავს პირველ რიგში, რომ შენ თავზე მუშაობ, გაცნობიერებული გაქვს შენი სუსტი და ძლიერი მხარეები და აღებული პასუხისმგებლობა შენ გაქვს აბსოლუტურად მიღებული. ეს ნიშნავს ფიზიკური განვითარება და რაც ნიშნავს სულიერი განვითარება. და როგორ მიდის ესენი ერთმანეთთან ერთად? როგორც ყველა გზას, ამ გზასაც აქვს საგზაო ნიშნები და ამ საგზაო ნიშნების დანახვის უნარი უნდა გქონდეს, რომ შეძლო დანიშნულების ადგილამდე მისვლა დანაკარგების გარეშე. სიტყვა არ და ვერ არ არსებობს? არა. ეს არის მოქმედების აბსოლუტურობა. რისი გეშინია?